ჩიხში შესული მოლაპარაკებები და შეთანხმების ბუნდოვანი პერსპექტივა ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამშვიდობო გეგმაზე კონსენსუსის მიღწევა ამჯერადაც ვერ მოხერხდა. ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებების საპასუხოდ გაგზავნილ მოთხოვნებს დონალდ ტრამპის ნეგატიური რეაქცია და უკმაყოფილება მოჰყვა. მედიატორის პაკისტანის მეშვეობით გაგზავნილ წინადადებებს შორისაა ირანის წინააღმდეგ სანქციების სრულად გაუქმება. ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ბლოკადის დასრულება, თავდასხმების შეწყვეტაზე გარანტიების მიღება და ყველა ფრონტზე ომის დამთავრება. ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით გაისმა მუქარის შემცველი განცხადებაც. თეირანმა ვაშინგტონს უთხრა, რომ ენერგორესურსების გამტარ სრუტეში უცხო ქვეყნის გემების ყოფნა უპასუხოდ არ დარჩება. ეს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტეში განაღვით ოპერაციაში ჩასართავად სამხედრო გემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ზუსტად ერთი თვის წინ პაკისტანის დედაქალაქში ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლების პირველი პირისპირ შეხვედრა შედგა. მას შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში რამდენჯერმე შევიდა და განახლდა. ბოლო 14 პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმზე ირანისგან პასუხის მოლოდინში, რომელსაც ტრამპი 48 საათში ელოდა და მხოლოდ მე-10 დღეს გუშინ საღამოს მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომ უკვე 47 წელია ირანი შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს ეთამაშება და რომ აწი ვეღარ დასცინებს, თეირანის პასუხმა უფრო ზუსტად კი კონტრწინადადებების სიამაც არ დააყოვნა და ის პრეზიდენტისთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა. Ახლახან წავიკითხე ირანის ეგრეთ წოდებული წარმომადგენლების პასუხი, ეს არ მომწონს, სრულიად მიუღებელია. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა წარმოუდგენლად სუსტია იმ სისულელის წაკითხვის შემდეგ, რაც გამომიგზავნეს. არც კი დამისრულებია კითხვა, ვთქვი, რომ მის წაკითხვაზე დროს არ დავკარგავდი. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა აპარატზეა შეერთებული. სამედიცინო სფეროს ეს წარმომადგენლები კარგად გაიგებენ. როდესაც ექიმი შემოდის და გეუბნება, თქვენ სახლობელს გადარჩენის დაახლოებით 1% შანსი აქვსო. საპასუხო წინადადებაში თეირანი ჰორმუზის სრუტეზე ირანის სუვერენიტეტის აღიარებას, ამერიკის მიერ ირანისთვის ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, გაყინული აქტივების გამბლოკვას, ისევე როგორც სანქციების მოხსნას, ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში ბრძოლის დასრულებას მოითხოვს და არაფერია ნათქვამი ბირთვული პროგრამის შესახებ. ირანის პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაიცვა, რომლის თქმითაც ისინი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. ჩვენ არავითარი დათმობები არ გვითხოვია. ერთადერთი რის მიღწევასაც ვცდილობდით ირანის ლეგიტიმური უფლებები. თქვენ და ხალხს მოგანდობთ განსჯას. გადაჭარბებულია თუ არა ირანის მოთხოვნები. მოწოდება რეგიონში ომის დასრულებისკენ. მოთხოვნა შეწყდეს ირანული ხომალდების წინააღმდეგ საზღვაო მეკობრეობა. გაუქმდეს საზღვაო ბლოკადა და მოხდეს ირანელი ხალხის კუთვნილი გაყინული აქტივების განბლოკვა, რომელიც ამერიკული ზეწოლით უსამართლოდ არის დაყადაღებული უცხოურ ბანკებში. ესენი მოთხოვნებია. თუმცა ირანთან ომის დასრულებაზე საკუთარი ხედვა აქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის თქმითაც ომი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დასრულდეს, როდესაც ირანიდან გამდიდრებულ ურანს სრულად გაიტანენ. მისივე თქმით, ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია. არ ვაპირებ საუბარს სამხედრო საშუალებებზე, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, მინდა იქ წასვლა და ვფიქრობ, ამის გაკეთება ფიზიკურად შესაძლებელია. თუ შეთანხმება იქნება, ჩახვალ და გამოიტან. რატომაც არა, ეს საუკეთესო გზაა. თუ ირანი ეს რეჟიმი ნამდვილად დასუსტდება ან დაემხობა, ეს ჰეზბოლას და ჰამასის დასრულებას ნიშნავს. ალბათ ჰუსიტებისაც, რადგანაც მთელი ეს ტერორისტული ქსელი სტრუქტურა ირანის მიერ შექმნილი და ჩამოიშლება. ირანის წინადადებაზე ტრამპის უარის შემდეგ ნავთობის ფასმა კვლავ მოიმატა და ბრენტის მარკის ბარელ ნედლ ნავთობზე $1.50 შეადგინა. ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო ნაოსნობის აღდგენის მიზნით სამხედრო ვარიანტების შესახებ მსჯელობას გეგმავენ 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები, რომელთაც ბრიტანეთი და საფრანგეთი უმასპინძლებენ. ორივე ქვეყანამ გასულ კვირას რეგიონში უკვე გაგზავნა სამხედრო ხომალდები.